გიგი, ერთად უყურეთ პედალადომ იმას სირიაში შენ მოგზაურობას და ძალიან დაძაბულები და გადარეულები ვიყავით. შენ არ გადაირია იქ რო ვიყავი, არ ვიცი. სირიის ამბავია გადაირეოდი. აბა, კი არ მე ვაზიარებდი უკვე ცოტა მოგვიანებით რაც ხდებოდა, მაგრამ სამშვიდობოს რო იყავი ხო? არა, უკვე ერთი 3 დღე რო გავიდა რაღაც იქ რა, უკვე რომ მივხვდი რომ არაფერი არ მომივაწეს. კი, ანუ გადარეულები, იმიტომ პირველი დღეს რო ჩავედი, ეგრევე ისეთ ადგილას წავედით, რომ ეს როგით პირველივე დღეს იარაღები მოგვიშვირეს, როდესაც ანუ სულ 2 საათი შესული ვარ ქვეყანაში და რაღაც იარაღი არავის არ მოუშვერია, ჩემთვის რომ ხელები ამეწია ეგრე. და მეთქი ვარ, სადღა რაღაც ეგრე ვიყავი და მე მაგის მე რაღაცები ისეთი ადგილას ვიყავით, მაგღამეს, რომ და ისეთი რაღაცები ვნახე, ეს ნარკოტიკი ისინი ძალიან ბევრი რა, და ეს ხალხი მე რომ გაგვიმეგობრდა და როგორ გაგვიშინაურდა და რაღაცა ისეთი. ჩაისაცხოვე. მე გვეუბნები და არ ჩითო აქო მე რაღაცა ისაო, მოდით ნომერი ჩაიწერეს, მოგვიკითხეს რაღაცა და წარმოგიდგენთ მაგის მე ჩვენ რო გავედით ქალაქში, ანუ ქალაქი უკვე ისეთი ძალიან ხალხი მოდიოდა, გეხვდებოდა, გაკოწკოცდა რა, უხაროდათ, იმიტომ რომ არ უნახავთ რა. და მან უფრო და უფრო ანალიზებ, რომ კი ყველაფერი შორიდან საშიში ჩანს. მაგრამ აი რომ მიდიხარ რაღაცა და უკვე რომ შედიხარ იმ იმაში რა, რო ხვდები რა და როგორა. მე უფრო ანალიზებ და ეს რობერტო როა ჩემი მეგობარი იქ ლიბანიდან. ჩვენ წავედით, ჩვენ ვიყავით 5 დღე. წამოვიდა და ეგ ჩავიდა და 7 კვირა იქ ცხოვრობდა კიდე. ომი რო დაიწყო იქ. დაიწყო კიდე ხელახლა შებრუნდა. იქ იყო და ის ხალხი გაიცნო, ვინც წარმოგიდგენთ ესე მე ჩვენს ყველა ვიცანი ჯარისკაცები. ჯარისკაცებთან ერთად იყო რაღაც სვავდა ჩაის თუ რაღაცა და უცებ ეგ ომი რო დაიწყო, ადგენენო და წავიდნენ ომშიო რა.